ალოჰა ძვირფასო მეგობრებო, ლაშა გელაშვილი და ირაკლი კეკელია. თუ არ ვწდები, ირაკლის აქვს ამჯერად უპირატესობა, ხო? უპირატესობაო, ისე ამბობენ, უპირატესობა. ახრა მძიმე რაღაცა დავსაკა. გროდის ემატება ესენი. იქ უკან ვიღაც აკეთებ. არა, თქვენი რო გამოჩენილი ყავი, რაღაცებს წერდით. კარგია რო არ გავუცი. სორია, ხო? და ბოლო პერიოდში ხო არ ვევარდე. კი ბატონო. რომელი არ ვიცი. მე სახელებს და გვარებში ზუსტად ისევა როგორც ლაშა Minecraft-ში. ეს გაიგო აშკარად. ეხლა ცოტა ხელი ისე ვაჟაფშაველავდე. კრეატიული მინიშნებაო და ეგრევე გაფილტრა. ეგრევე. ალოჰა ძვირფასო მეგობრებო, ვიწყებთ მაძიებლის მეორე სეზონის მეორე ეპიზოდს და მე ისევ სანდრო ლორთქიფაინძე ვარ, არაფერი შეცვლილად ჩემს თავს. მაგრამ შეიცვალნენ ჩვენი სტუმრები და დღევანდელ თამაშს, ჩვენს კვლევა ძიებას სათავეში ჩაუდგება ორი შესანიშნავი ადამიანი, ლაშა გელაშვილი და ირაკლი კეკელია. სალამი მეგობრებო. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის და მოგესალმებით. მადლობა მოსვლისთვის, მადლობა იმისთვის, რომ გახართ იშერლოკოთ და გამოიძიოთ გარკვეული ადამიანები. რამდენად ვართ მზად, არ ვიცი. ხო, ეგ გამოჩნდება. მე მგონია რომ მზად ხართ, ნახავთ სულ ცოტა ხანში. ვითამაშებთ განახლებული ფორმატით, რომელზეც პრინციპში პირველ ეპიზოდში უკვე ვილაპარაკეთ და თავიდან აღარ ვილაპარაკებ. ეხლა ვინც ეხლა შემოგვიერთდით, კეთილინებეთ, გადადით ჯერ პირველი ეპიზოდი ნახეთ და გაიგებთ რა შეიცვალა ფორმატში. ვინც არა კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს მეორე ეპიზოდში, მეოთხედ ფინალია და აქედან გამარჯვებული მე ნახევარფინალში გადავა. იქიდან გამარჯვებული მე ფინალში და იქ გამარჯვებული მოიგებს MetaQuest 3-ს, რომელიც აგერ იქ არის დაბრძანებული და შემდეგ ვირტუალურ რეალობაში გადაეშვება სურვილის. მე უკვე მიხარი რომ მეოთხედ ფინალში გავედი. ძალიან კაია. მოიგერა მე-16 ფინალი, მე-8 ფინალი და ჩემი აზრით წარმატებაა ეს. შენ 32 ფინალიც არ დაგიწყია? ჯო იქ ჩემ მოწინააღმდეგე არ მოვიდა. პირდაპირ მე-16 დავსწრე. მე-16-ში იყო განთესილი. ხო, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ბევრი მეგობრები გვყავს, ვინც გვეხმარებიან იმისთვის, რომ მაძიებლის სეზონი იყოს სრულყოფილი და ძალიან კარგი. ჩვენი მეგობარია ბიბლუსი, რომელიც ამ სეზონის პარტნიორი და მხარდამჭერია, ასევე ჩვენი მეგობარია PSP, რომელიც გვეხმარება ამ ყველაფერში. ჩვენი მეგობარია Click Production-ი, რომლის დამსახურებითაც მიმდინარეობს გადაღება ჩვენი ამ სეზონის და რა თქმა უნდა Heima Production-ი, რომელმაც ჩვენი მუსიკალური შეფუთვა განაახლა და კიდევ უფრო ლამაზი და კარგი შემოგთავაზა. და გამოიწერეთ ჩვენი არქი, მოიწონეთ, კომენტარებიც დაგვიტოვეთ და კითხულობთ კომენტარებს, ვითვალისწინებთ, რაც ამ სეზონის ფორმატსაც დაეთყო, რაც გითხარით, ყველაფერი გავითვალისწინებთ და ეხლა კი მე მგონი შეგვიძლია დავიწყოთ, ოღონდ ჯერ მონეტა უნდა ავაგდოთ. ერთიანი თუ გერბი უნდა აირჩიოთ. ერთიანი. გერბი. არ არის პრობლემა. მეყავს. არ გაქვს პრობლემა. ოპა. ერთიანი. ანუ ეს პირობითია პრინციპში, რადგან 6 კითხვა გვაქვს სამი დოსიე და სამი საქმე, ფიქრის უპირატესობა პირველზე ირაკლის ექნება, მაგრამ მე უკვე თანაბრად მოგიწევთ მაინც. რა ვიცი, დავიწყოთ, მეგობრებო, პირველი დოსიე უნდა გადმოვიღო. ოპა, რაღაცები მიმახი ინტერიეროს ხვები არ გამოჩენილიყო. ეს არის მეგობრებო პირველი მინიშნება. ნახეთ. ირაკლისკენ არის ბურთი და მოედანი, ვაშა გაიკეთე ყურსასმენები. ნუ ხუდი როა ფაქტია. ფაქტია. ნამდვილად ფაქტია. ხარისხიანია. ჯერჯერობით ეს რა ინფორმაციას მაძლევს, არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ. დავფიქრებ რაღაც ძველი თბილისის ვაიბი. ხმებს რომ ვიზრდი მაგის გამო, თორე ეს დიდი მოყვარული არ ვარ, ასეც არა. ასეთი დამიცავდა მზისგან დღევანდელ სიცხეში. ალბათ. მაგრამ დაგცხებოდა კიდევაც მე მგონი. ისეთი ნაჭერია. შეიძლება სულაც არ დამცხებოდა, არ ვიცი. ნახოთ, ჯერჯერობით რა თქმა უნდა თავ შევეკავე პასუხის გაცემისგან. ოკეი, ნება შენია რა თქმა უნდა. გადმოვიდა ლაშასკენ ეს ამბავი და შენ ყურსასმენები უნდა ანუ სწორი იყო თუ არა, ეხლა გაიგებს, ხო? ჩემი ვერსია. არა, 4 მინიშნებაა და არა, უბრალოდ ცოტა დავწოლე, რომ ვითომ ვერსია მქონდა.
მე როგორც ვთქვი, ჯერ ისიც არ ვიცი რა უნდა გამოვიცნო. ადამიანი. რუსიეთი ვიწყებ და როგორც ვიცი, ქართველი აუცილებლად. აუცილებლად საქართველოს ისტორიიდან, ოღონდ ისტორიიდან ფართო გაქვს, შეიძლება უძველესი, შეიძლება არ მგონია, ალბათ უფრო, არ ვიცი, ესე ვიზუალურად რო უყურებ, არ მგონია რომ უძველესი იყოს, ალბათ ეს იქნება უფრო მეტად. მე-19 მე-20 საუკუნის ალბათ, არ ვიცი, რატომღაც ესე ვიზუალურად რასაც უყურებ, უფრო მაგ დროიდან უნდა იყოს. ვინმე ცნობილი საზოგადო მოღვაწე შეიძლება რომ იყოს. ჯერჯერობით შეიძლება. წარმოდგენა არ მაქვს, უბრალოდ რაღაცა ეგეთი შტაბეჭირება მრჩება, რომ უფრო რაღაცა მწერალისკენ შეიძლება. მაგრამ არ აფიქსირებ არა. ჯერ დავაფიქსირებ, ანუ ვიღაცა ერთი კი მიტრიალებს თავში, მაგრამ შეიძლება ისე რომ გამიზიარო. არ მგონია ის რო იყოს. უბრალოდ პირველი რატომაც ეს რომ მოიგა, ეგრევე წავედი ვაჟა-ფშაველასკენ რა, მაგრამ მგონია რომ ძალიან შორს არის ჯერჯერობით რა. ოკეი, მე არაფერს გეუბნები. პროფესია მგონია რომ უფრო იქით უნდა იყოს, პირველი მინიშნებიდან, ჯერ არ გავისკავო. ოკეი. ჯერჯერობით. ეთილე. აქ დავაბრძანოთ ეს კუდი. შეგიძლია მოიხსნა გამოვიცანები. მაგრამ არ უთვლით. მეორე მინიშნება არის მეგობრებო ამონარიდი ერთ-ერთი ლექსიდან. არც ავტორს გეტყვით ამ ლექსს, არც იმას ვის ეძღვნება, მაგრამ უბრალოდ წაგიკითხავთ ლექსს. მოკროლავს როგორც ქარია, თან ახლავს ქართლის შვილები თითო ლომისა დარია, ბინას დასდებენ ფშავშია, სადაც მაღაროს კარია, ქალაქით მოხვა ლაშქარი, რომელიც მუხლით მალია. სასმენები სჯელობა. ნუ ის რაც აიშალა სავარაუდოდ მალიასაც, ქარიასაც და კარიასაც უნდა ერითმებოდეს. ხო და რა ვერსიები შეიძლება იყოს? მაგას უბრალოდ მე ლაშასაც ვეთქვი რომ თანაბრად იყოთ. ოკეი. სტრიქონის დასაწყისში წაიშალა. ვიღაცა მოკროლავს როგორც ქარია. ან რაღაც მოკროლავს როგორც ქარია. რაც ადამიანია გამოსაცნობი საბოლოო ჯამში, რომელსაც რაღაცით უკავშირდება ეს ლექსი. საინტერესოა ვინ შეიძლება იყოს. და ნუ ბუნებრივია პირველ მინიშნებასაც. რაცხა კავშირი აქვს. რატომაც ახლა ვიხსენებ მახსენდება გონებაში სახელი ლელა, საიდან არ ვიცი. ლელა. არის ვინმე ისტორიული. ლელა მოკროლავს როგორც ქარი. შეიძლება. თავიდან რაღაც წავედი ვაფშე კინტოებისკენ. არც შატო. შეიძლება კუდის გამო, შეიძლება მეშლება, არც ეგ არ ვიცი. რაღაცა ესთეტიკით შეიძლება მიამსგავს. ალბათ მაგის გამოს. ამ ეტაპზეც შევიკავებ თავს, სქესზე ვფიქრობ, სქესი, რომელიც სქესის წარმომადგენელი მოკროლავს როგორც ქარია. კეთილი და პატიოსანი. შენც გეტყვი რა ხან ირაკლისას უთხარი, სტრიქონის თავში რაღაც სახელმწიფოა წაშლილი. მოკროლავს როგორც ქარია, თან ახლავს ქართლის შვილები თითო ლომისა დარია, ბინას დასდებენ ფშავშია, სადაც მაღაროს კარია, ქალაქით მოხვა ლაშქარი, რომელიც მუხლით მალია. გასაგებია, იცი რა არის ხა ჩემი პირველი ესე პირველი შეფასება რაც იყო, რო ამოიღებ რატომღაც გავიხსენე რა ეგრევე ამომიტირდა ვაჟა-ფშაველა. ხო და მე უცბად რო ვიფიქრე მეთქი ადამიანი რომელიც უფრო რაღაც ლექსების ნაწარმოებების და მის შემქმნელია და უცბად ლექსიდან სტრიქონი რო ამოვიდა და თან ფშავი რო არის ნახსენები რა. ერთი კითხვა მაქვს, მე ხო დავაფიქსირო პასუხი თუ არასწორია რა ხდება. თუ არასწორია ამ რაუნდს ეთიშები ამ კითხვას. და ირაკლი გააგრძელებს დანარჩენ მინიშნებებს და თამაში. გასაგები, მაგრამ რო გააგრძელებს უკვე ეხლა შემდეგ მინიშნებას ორქულას აი. ორქულაზე გადავა. მოდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ რადგან პირველი შთაბეჭდილება გამყარდა ამ სტრიქონი და მიხეილ შეიძლება იცი რა არის, არ არის შეიძლება ვაჟა-ფშაველას ლექსი, ან შეიძლება ვაჟა-ფშაველას ლექსია და სხვაზე არის საუბარი რა. აი ისწავლეთ რო არ მიეხვედრებინე ვაჟას. მოდი მაინც პირველი კითხვა. ცოტა ინტრიგაც შევძინოთ. მაყურებელიც მგონია რომ ამ ინტრიგით ცოტა უფრო დაინტერესდება. თუ არა და მეც მაინტერესებს რა მოხდება, რომ გამოვეთიშო მე რა გაგრძელდება და თან ვფიქრობ რომ ირაკლის მაინც უპირატესობა აქვს. და შემდეგ მინიშნებაზე მგონია რომ გამოიცნოს. ოკეი. ამიტომ მირჩევნია გავრისყოთ და დავაფიქსოთ ვაჟა-ფშაველა. ვაჟა-ფშაველა.
საინტერესო ევაძიება ჰქონდა ლაშას, ბოლოს დააფიქსირა პასუხი გარისკა. თან ეს იყო პირველი ვერსია, რომელიც თავიდან ჰქონდა. რა ვერსია ჰქონდა? შენ შეგიძლია თქვა, მაგრამ არ დაუდასტურო იგი იყო. შეიძლება იგივე თქვას მე. მე მგონია არ არის სწორი გეტყვა. არ მე რატომაც გონია რომ ვაჟა-ფშაველა შეიძლება ეთქვა. რატომ? არაფერს გეტყვი არ ვიცი კი თუ არა, მაგრამ რადგან დააფიქსირა და არასწორია, შემდეგი მინიშნება უკვე ექსკლუზიურად შენთვის არის. მოდი ვაჩვენებ კამერას. ვინ არის გამოსახული 200 ლარიანზე ქართულზე, ვაიმე? აჰა. ყალბია თუ გინდა შემიძლია. შემიძლია დავხატო ულოშები. ნიკოლოზ ბარათაშვილი. არა, მოიცადეთ 2 წამით, არა. ბარათაშვილი არის, არ მახსოვს, მართლა არ მახსოვს. არ მე კრიპტოში ვარ ზოგადად. აი, ბარათაშვილი. არც ისე მდიდრები არიან იუთუბერები, როგორც ხანდახან ჭორები ავრცელებენ ხოლმე. არა, ბარათაშვილია თუ არა, ეხლა მაგას ვიხსენებთ, როგორც შემსწრება რო არის. შენ ეხლა რას იხსენებ? ვინ არის 200 ლარი? ირონებას, რომელიც არის 200 ლარიანზე, ერთი ის ვიცი ულოშები უეჭველი აქ. აი დაახლოებით ისე როგორც ლაშა. ულოშიანი ქართველი გვინდა? აბა. აი მოდი გავრისკოთ, რომ რამე ისე 0-0 და შესაბამისად მაინც ჯერჯერობით ფრე იქნება. დავაფიქსირებ. 1-დან 9 გირჩევნია 2 და რისკიანი. ხო რა. ან 0-0. ბარათაშვილს დავაფიქსირებ. ნიკოლოზ ბარათაშვილი. რაც სავარაუდოდ არ არის სწორი პასუხი. აფიქსირებ. კი, სხვა გზა აღარ არის. აი, შენ ხوار გაგახსენდა. არა, მეც სახელიდან ვიცი და შენ დავხატო, მაგრამ ხო, ანუ მეც ეგრე რა შემიძლია და. ასზე ზემოთ კუპიურები უკვე. ხო, სხვადასხვა ძალიან იშვიათად მხდება ხოლმე 200 ლარი. აი, იშვიათია, ხო, იშვიათია. ხო, ნუ 200 евро მაგაზე იყო ნამდვილად მინიშნება 200 ლარიანზე. ლექსიკი ჟღერს ესე ჩემო. მოდი აბა ბოლო მინიშნებას გაჩვენებთ. ეს იქნებოდა შემდეგი მინიშნება. არა, ხელმოწერითაც ვერ ვიცი. არა, მაგ არის პრობლემა იმაში, რომ მეც არ მახსოვს სახელი და გვარი. აი ეს კაცი. რო იტყვი კი გამახსენდება, მაგრამ ის არ მახსოვს. ეს არის ლექსის ავტორი არის მიხა ხელაშვილი და მიუძღვნა პირდაპირ თავის მეგობარს და თანამებრძოლს ლექსი ჟღერს ესე. ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოქროს როგორც ხარია. როგორ შემწვა ახლა. ხო, 200-იანზე ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ესეთი კუდი ეხურა ბატონ ქაქუცას. ულოშები ხო აქვს? ულოშები აქვს ნამდვილად, ულოშები იყო ესეთი და ეს ჩოხა ეცა ხოლმე და ასე შემდეგ. კაი, ეგ არაფერი. საინტერესო იყო მაინც. პირველი გავრისკეთ, მაგრამ არცეც რო არ ვერცერთმა ვერ გავხსენით შამპანიოზე. ესე ჯობდა რა. ხო. პირველი კვერი კუტია, ესეთი ანდაზა არსებობს, თუ იცით. ანუ პირველი იწება ყოველთვის, ამიტომ პირველი კითხვა არა უშავს, გავიარეთ და ნახოთ ჯობია ქაქუცა ჩოლოყაშვილზე შემეცნებითი ვიდეო რგოლი. სახელი ქაიხოსრო ქაქუცა გვარი ჩოლოყაშვილი სტატუსი ოფიცერი საქართველოს ეროვნული გმირი მოღვაწეობა ამთავრებს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიას 21 წლისას ჯარში იწვევენ შედის ცხენოსანთა პოლკში და მონაწილეობს პირველ მსოფლიო ომში 1917 წელს ბრუნდება საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ერთობა ქართული კავალერიის ჩამოყალიბების პროცესში. ოკუპაციის შემდეგ თავის რაზმთან ერთად იწყებს პარტიზანულ ბრძოლას. მეთაურობს 1924 წლის აჯანყებას. აჯანყების ჩაშლის შემდეგ მიემგზავრება საფრანგეთში და სიცოცხლის ბოლომდე ემიგრაციაში რჩება. გავაგრძელოთ თვითონ მეგობრებო, გავაგრძელოთ ბევრი რამ არის კიდევ გამოსაძიები საქართველოს ისტორიიდან. შემდეგი დოსიე. ამჯერად ოღონდ უპირატესობა იქნება ლაშასკენ. სამძიმეა. ეთილი, ოღონდ ეს ყველაფერი იწყება ტექსტით. ეს ტექსტი გახლავთ ამონარიდი თვითონ ამ ადამიანის ჩანაწერიდან. როდესაც ჩემი შემოქმედება სხვებისთვის ცნობილი გახდა, სიხარულთან ერთად ისიც ვიბრძენი, რომ რაღაც დასრულდა, რაღაცა დამთავრდა, შეწყდა. დაირღვა სულიერი წონასწორობა. ასე რომ,
თუ ჩემი ლექსების გამოქვეყნებისას სიხარულს მგვრიდა კითხველის მიერ მათი გათავისება, უნდა ვაღიარო ისიც, რომ კმაყოფილი მაინც ჩემი შემოქმედების ამ ფარული პერიოდით ვარ. საიდუმლოს გაცხადებას რომ უსწრებდა წინ. ირაკლი გაიგებს ხუთის მენები. ფეგი სანამ გამოაქვეყნებდიო, გასაგები არავინ მიცნობდა გამოქვეყნებაზე ახლა ხო გავიხსენოთ რა ამახსენდება ილია ჭავჭავაძის დროინდელი გაზეთის ის რო შექმნეს, სახელი არ მახსოვს. ივერია თუ ივერია ხო, სადაც მე გაერთიანებაც იყო და მანდ მე სხვა წელები მაგარი ეხა ცოტა სწრაფი ისე ვაჟაფშაველამდე. ხო და ამიტომ. არა, უბრალოდ გამოქვეყნებაზე რომ მიდგა საქმე, რატომღაც პირველი ეგ გამახსენდა, იმიტომ რომ მაგ პერიოდში ძალიან ინტენსიურად გამოიცემოდა რაღაცა ეროვნული იდენტობის აღნიშვნელი სხვა ლექსები და ასე შემდეგ. აი გამომცემლობაზე პირდაპირ ეგ გამახსენდა. ფაქტია, რომ არა, ცოტა პოეტი რაღაც ეტაპზე აქვეყნებს ლექსებს. მაგის შემდგომს თუ გავიხსენებთ მაგის შემდგომი, აი მაგ პერიოდენელი ვინ არის? ილია ჭავჭავაძე, აგარი წერეთელი, ვაჟაფშაველად ცოტა იქნება, მაგრამ სადაც ეგრეა. გააგვეთე. ხო, არა, ის ეგ არ იქნება. ველია უფრო ძველი ახალია. აი, თუ არა უფრო მგონია, რომ უფრო ახალი უნდა იყოს, ვიდრე უფრო ძველი, რა თქმა უნდა, ეხლა. ჩემი აზრით, არ ვიცი. შეიძლება, არ ვიცი. აქ მე პრობლემას იმას ვხედავ, პრობლემას რა, რომ ეს ადამიანი თავიდან ვერ ახერხებდა და მერე რაღაც ეტაპის მერე გამოსცა რა. ისე ვაჟაფშაველა ეგრე არის. ხო დადიოდა ლექსები რა. ეს რა ყველაფერზე რო ვაჟაფშაველა. არ ვაფიქსირე, მაგრამ მოვლენა. ვაჟაფშაველას დაბადე. არა, მოკლედ თავ შევიკავებ. აი, კეთილი. ვაფიქსირებ. ირაკლი. ვაუ, აქ კიდე გამოვიდა. კითხვა არ ჩაწერილ თუ ისაც არა, თქვენი რო გამოჩენილიყავი რაღაცებს წერდი პარალელურ რეჟიმში. კაი, ნუ მოკლედ იმ ლოგიკას უნდა მიყვერო, რომ საუბარი ბუნებრივი არის პოეტზე, რომელიც ლექსებს წერს, წესიდარიგით დასაწყის პერიოდში, ანუ ახალგაზრდობაში არ იყო იმდენად ცნობილი, ან არ უქვეყნებდნენ წერილებს, ან ლექსებს. ლამაზი ლოგიკა. თავიდან წავედი ბარათაშვილზე, მაგრამ ბარათაშვილი ახალგაზრდა იყო, რო გარდაიცვალა და შესაბამისად გამოვრიცხე ბარათაშვილი არა და ბარათაშვილი რომანტიკოსია, შესაბამისად სევდიანი რაღაცები უნდა ეწერა წესით. მერე წავედი გალაქტიონისკენ, იმიტომ რომ ნუ გალაქტიონს ზოგადად ამბიციები ჰქონდა და აქაც რაღაც ამბიციური არის, რომ თითქოს მანამდე უფრო რაღაც უფრო ძვირფასი არის მისთვის მანამდელი პერიოდი. გაიგრძნობდა ხალხი. ხო. მერე კიდე დავფიქრდი რაღაცებზე ტიციანზეც შეიძლება და მაგრამ მე ეჭვება. პოეტები ყავს იცოცხლე. პოეტები იმდენი ყავს ძალიან რთულია რა, ახლა ამ ეტაპზე მაგაზე ისაუბრო, უბრალოდ სულიერი წონასწორობა რო იყო ნახსენები, აი მან მაინც ალბათ უფრო რომანტიკოსისკენ უნდა წავიდე, ჩემი აზრით. თავისი ჩანაწერია მაინც შეგახსენებ ლექსიკას და უკვე. აი, აფიქსირებ რამეს. არა, არაფერს არ დავფიქსირებ ამ ეტაპზე. აი. Sorry, ხო? ისევ გამოიცნო ამჯერადაც და ასე გეუბნები. შემდეგი მინიშნება ძვირფასო ხალხო არის აუდიო მინიშნება და შეგვიძლია მოვისმინოთ რაღაც. რაც მოგისმენიათ სავარაუდოდ, მაგრამ ეხლა სხვა თვალით შეიძლება დააკვირდეთ.
მოვდე რომ მოვუსმინოთ. არ გამომეცნე. აი, კურსასმენები ირაკლი, ლაშა. ძალიან წავედით იმაში, ხო ისე ამ სიმღერას ეგახასიათებს. ხო, არა მესმის. მე მგონია რომ შანსი მაქვს ამას ვერ გამოვისურვებ, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი ვინ არის შემოქმედი. სამწუხაროდ, მაგრამ მოდი ახლა მაინც ვიფიქრებ რა, იქნებ რაღაცა ისეთი ვთქვა ვინ შეიძლება იყოს გავიხსენოთ. შენ ვიზე ფიქრობ ახლა? მე ახლა ყველაზე ვფიქრობ ვინც თავში მახსენდება, მაგრამ ახლა უფრო ვფიქრობ ვის შეიძლება რომ დაეწერა ეს ტექსტი ამ სიმღერას. ტექსტი, ხო. სადღაც ქარი გიმღერის ნანასაც გაფარსკი ამბობს. ჭადარი ძეწნა მალერსიდან. ამოსო ეჭვებით ნავადა, ეჭვებით. აი მოდი არ დავაფიქსირებ მაინც. იმიტომ რომ ახლა რაღაცა მიახლოვითაც რაღაც კონკრეტულ პიროვნებაზე არ მაქვს რა ვარ. ძალიან გაისროლო რაღაცა. შემთხვევით რაღაცა უნდა ვთქვა, უფრო ნაკლებია მაგის შანსი, რომ ახლა ის გავარტყა რამე. კაი. იყოს. ქონდა ლაშას ვერსია? რაღაც ვერსიის მაგვარი. ნუ ეხლა ბუნებრივია რომ ამ ლექსის ავტორი არის. სწორი პასუხი და თუ იმას გავითვალისწინებთ რომ მე სახელებში და გვარებში ზუსტად ისევე როგორც ლაშა მაინკრაფტში ეს გაიგო აშკარად. ხო და ვერ გავიხსენებ გამორიცხული არა? ანუ მართლა. სხვაჩერს ეგ გონია საგანმანათლებლო სისტემის პრობლემა, რომ ანუ იდეაში ძალიან ბევრი ლექსი მარტო იმიტომ აქვს ნასწავლი, რომ გამოსტაზე ჩამებარები. ხო, დასაზუთხია ხო. ხო, დასაზუთხი. და არა შინაარსობრივ. მაგრამ არ მგონია ეს ადამიანი ისეთი იყოს, რომ არ გახსოვდეს ეხლა. ანუ ეგ გამორიცხულია რომ არ მახსოვდეს, უბრალოდ სხვა ავტორში შეიძლება შემეშალოს რა. ნუ ეგ არის პრობლემა რა. ხო, თორე ლექსი ვიცი. ხო. სიმღერაც ძალიან ცნობილი. კაი, არ დააფიქსირე. არა, არ დავფიქსირე. კაი. მოიხსენი? შემდეგი მინიშნება უნდა წარმოგიდგინოთ ორივეს. კარგია რომ არ გავუცი. ირაკლი მეოთხედაც გამოიცნო და პასპორტი რამდენად იცით ნახოთ. ეს არის შემდეგი მინიშნება. გიორგი ლორთკიფანიძე. ხო? არა. ქართველიც არ არის აშკარად. გეტყვით რომ ქართველია. ქართველია? ხო, ორივეს გეტყვით ამას. კაი, კურსასმენები. სპორტს თუ მიხვდები და ასე შემდეგ. ფრენბურთია აშკარად. სპორტი ფრენბურთი უნდა იყოს. სხვა არ მგონია. ბურთიდან გამომდინარე აშკარად ფრენბურთია. ქართველი ფრენბურთელი არავინ არ იცის. არა. ნამდვილად არ ვიცი. მაშინ არ გაწვალებთ ხოლმე. იმიტომ რომ სახელი და გვარში არის რაღაცა ისეთი. რაღაცა ჩადებული. ეხლა მე ვკითხულობ სანამ სახელი და გვარი ხوار წერად, მაგრამ აშკარად რაღაც კომპანიების მე მგონი არ გაგვეპარა ეგეთი რაღაცა. არა, უკან ხო არა ხო? ის რომ კალმით მინაწერი როა ხოლმე, ხო იცი? არა, ვიფიქრე 4 წელი კისლავოცი. ვიფიქრე უკან ზურგი იქნებოდა ამ გოგოსი რა. ესეთი ყოფილი გამოსახულება. ვახ. მაგრამ თუ კიდე იმსჯელე მაინც რაღაც შეიძლება დაიჭირო. ჩემი სიახლოვე ლექსებთან და მსგავს თამაში არ მაძლევს იმის საშუალებას რომ რაღაცა ვივარავ. კაი. მოკლედ ლაშა კურსასმენები და ირაკლი. წინ რატო არა წერიათ სახელი გვარი ხო უნდა ვიცოდე. თუ შემოატრიალო ეს სენსორზე. იქნებ ისეა გადაღებული რომ აქეთ აქედან ზურგის მხარეს ლანდავდეს. ბელა დოლინა უწერია აქ. აქაც დაეწერებოდა უფრო მეტი სპონსორი რო ყოფილიყო ამ გადაცემისთვის, ასე რომ გამოჩნდით. აი ზუსტად. მოდი გავრისკავ. გაქვს რაღაც ვერსია. ხო, მეკნება ბარემ ჩანდაბას. აბა. ამე აბსურდულს ვიტყვი ისეც. ან არც. თვითონ ეს გოგო არის მინდა. არ ვიცი, იაშვილი ხო არა გვარ. მოგეგებდავს. მაგრამ რას? მოდი ჩემი ვერსია იყოს პაოლო იაშვილი არის. პაოლო იაშვილი. კი ბატონო. რატო რამე ახსნა განმარტებანი? არანაირი, ანუ უბრალოდ რაღაც ამოვატივტივე ვინ შეიძლება დამვიწყებოდა ზოგადად ქართული ისტორიიდან და შეიძლება ერთ-ერთი ის იყოს. შეიძლება პაოლო იაშვილი იყოს ესა.
თუნდაც. აფიქსირებ. კი, და შემდეგ მინიშნება რომ ია იყოს ყვავილი არა. იყოს მაგრამ. ისინი დააფიქსირა ირაკლიმ უკვე ვერსია. ვაუ, ნაკლებ თავშეკავებული აღმოჩნდა და ეს ვერსია არ თქვა, იმიტომ რომ არ არის სწორი. სამწუხაროდ და ხა მე ვარ პირი. ეხლა ლაშასკენ არის მთელი თავისუფლება. ანუ მუშკუდიანი არა. და ბოლო მინიშნება უნდა მივცე ლაშა. შეგიძლია აღარ გაიკეთო? ხო, იმიტომ რომ მე მაინც მგონია მე თვითონ ამ ავტორი არ მახსოვს. შესაბამისად არ ვიცი გახსოვს თუ არა, ბოლო მინიშნება. აბა გისმენთ. იქნებ რაღაც გამოვიდოს. ეს თუთა არ არის. აშკარად. ძალიან მიყვარს. უმეც. შეგიძლია მიირთვა? თუ გამიხსნის გონებას და რაღაცას მაფიქრებინებს კი მივირთმევი, მაგრამ არ მგონია მაგაში დამეხმაროს. აუ, რა კაი თუთა. მიხდი? ირგო. აბა. Yes. მე საცდა დავიბენი, ვერ ხვდები, ანუ ამის ავტორი უნდა გამოვიცნო, თუ შეიძლება ავტორის გამოცნობა არ იყოს საჭირო. შემიძლია ცოტა ხელი შეუშალო. რისი? რაც წავიკითხე, მაგის ავტორი უნდა გამოვიცნო, თუ ეგ არ ვიცით, მე მაგის ავტორი უნდა გამოვიცნო. არა, ეგრე არ გეუბნები, რომ მაგის ავტორი უნდა რაც წაგიკითხე თავიდან, იყო ამ ადამიანის ჩანაწერი. გასაგებია, ხო? მე მოვისმინეთ სიმღერა, მე გაჩვენეთ ფრენბურთელი გოგო, რომელიც რაღაცით უკავშირდება და ბოლოს თუთა. დადა თუთაში. მე მგონია რომ ყველად ვფიქრობ რა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არ ვიცი ვიზი არის საუბარი და დიდი ალბათობით რა მინიშნებაც არ უნდა დამიტოთ, სავარაუდოდ ყველად დაუკარგავ დროს. ან შეიძლება იმდენად დაცდენილი ვარ ფიქრით, რომ თვად ეგრე ჩამოვწევ. და მარაფერი არ მოგწევ. არა. ვინ იყო ეს ირაკლი? ანა კალანდაძე, რომლის სახშიც შეიჭრა თუთა და ლამის სახში შემომეჭრას თუთა ლამის. ამ გოგოს ანახო არ ქვია. ეს გოგო პირდაპირ ანა კალანდაძეა, შემიძლია გითხრათ, ხო? თუთა ყველაზე ცნობილი ლექსია ანა კალანდაძის. ანა კალანდაძე იცოდია. ესე იგი ის ლექსი, რომელიც მოვისმინეთ ანა კალანდაძის ლექსია და საქართველოს ლამაზოც ანა კალანდაძის არის და ის ჩანაწერით და ნუ ეს გოგო პირდაპირ ანა კალანდაძე არის, ყველაზე ცნობილი ქართველი ფრენბურთელია. არ უნდა მეჩქარა და ერთ ქულას ხო ავიღებთ. აი, ანა კალანდაძე გავიცნოთ უკეთ. სახელი: ანა კალანდაძე. პროფესია: ფილოლოგი, პოეტი. მოღვაწეობა: წერას 11 წლის ასაკში იწყებს, მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. პირველ კრებულს 1953 წელს გამოსცემს და თავიდანვე იხვეჭს საზოგადოების სიყვარულს. თარგმნიან ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და პოლონურ ენებზე. შემოქმედება: თუთა, საქართველო ლამაზო, ფეხი დამადგით ბეთანიის გზაზე და სხვა. ჯილდოები: თბილისის საპატიო მოქალაქე, რუსთაველისა და გალაქტიონ ტაბიძის პრემიები. საბა ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. გავაგზავნოთ თამაში. მე ჯერჯერობით ქულაქულაში მიდის. ჯერჯერობით, აი ძალიან დაძაბულია. ძალიან თანაბრად მივდივართ. ქულაქულაში მიდის. კი, ქულაქულაში მიდის და ერთი დოსიე დაგვრჩა, ანუ ერთი დაგვრჩა ისეთ, რომელსაც ადამიანი უნდა გამოვიცნოთ. მე უკვე ვიცნობთ მოვლენებს. თუ არ ვწდები, ირაკლის აქვს ამჯერად უპირატესობა, ხო? კი. ხო. კაი. პირატესობაო, ისე ამბობენ, უპირატესობა. ოპა, ვახ, რამწინე რაღაცა დავსაკა. გროდის ემატება ესენი. იქ უკან, ნუ იღაც ძის და შემართლა მაგ პატარა აბა გამოიცანი. 100-დან 1000 ლარამდე რამდენ ლარიანი ფოკუსია? ეს ძვირადღირებული. აი, პირველი მინიშნება არის ვიდეო. ვიდეო რგოლი, პატარა ნაწყვეტი. გაუშვათ. ერთის კარგი ბარი უნდა, მომუნდა. იუნდა. აი ეგეთი ამბავია. ვაშა ყურსასმენები ადამიანია გამოსაცნო. აუ ეხლა რომ შემეშალოს არ მეწყინება. გარისკვას აპირებ?
მოდი გავარისკოთ და მე თან ლაშას რო რამე ხელს შეუშლი. კახი კავსაძე მინდა დავაფიქსირო. ახი კავსაძე. რატო? მართლა მაინტერესებს. მაგრამ შეიძლება მეშლება, შეიძლება არა. თუნდაც გონია რომ მისი ხმა მესმა და ახლა. მართლა შეიძლება მეშლებოდეს. კაი, შენინება შეგიძლია გარისკო დააფიქსირო, შეგიძლია არა, ასე შემდეგ. ბარემ გავრისკოთ. გავრისკოთ. მივხვდი უკვე რომ ლოგიკურად არ არის ეს ტექსტური პასუხი, რადგან მეხმარებით, მადლობა მაგრამ. არ ვიცი, იქნებ ისავალი. გაცდუნებ. არა, მოდი მაინც გავრისკოთ. კახი კავსაძე. კი. დაფიქსირებულია. ეგრევე 4-იანზე გაისროლა. ირაკლი მაგრამ ვერ განაცხადა. და აცილა. აცილა, იმიტომ რომ ეს არ არის სწორი ვერსია, არ თქვა რა არა სწორი ვერსია დააფიქსირე. იქნებ ლაშამაც იგივე თქოს. მაგრამ ხო, შენი მსჯელობის რო ეხა კურსესონის გაკეთება აღარ არის. მე პირდაპირ შემდეგ მინიშნება სამოქმედო. პირდაპირ. გაუშვათ შემდეგი მინიშნება, რომელიც არის აი დაიხო მძიმე. ხა თუ გამოვიდე. აია. აი გარი შემდეგი მინიშნება. ქართული. რა წერია იქ? ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ასე იგი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი 1986. ეს არის მინიშნება. 1986. მოიცა ეს არა თუ არა. აი, მაინც გეტყვი რომ წელს ნუ მიაქცევდით ყურადღებას. ეს მე გამოიცა. უბრალოდ ამ წელს ბევრჯერ ახალიც არის გამოცემა, მე მგონი არსებობს. უფრო ძველი შეიძლება არ ვიცი. მოკლედ წელს არ არის. აი, ეს ძალიან ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ერთი ადამიანი მახსენდება ლექსიკონთან დაკავშირებით თუ სწორად მახსოვს. ეს არის სულხან-საბა ორბელიანი. რომელმაც მახსოვს რომ რაღაც ისინი შეიტანა ლექსიკონთან დაკავშირებით, კარგად მახსოვს, შეიძლება ეს აგრეთვე დაკავშირებული იყოს იმ ძალიან ბევრ რაც თვითონ სულხან-საბას აქვს დაწერილი. არა ერთი თან და შეიძლება სადღაც მანდარის ეგ რაც მოვისმინეთ თავიდან. ხო, სადღაცა შეიძლება მქონდეს. თუ გინდა შემდეგ მინიშნება გადავიდეთ. ლექსიკონთან დაკავშირებით სხვას ვერავის ვიხსენებ და თან ეს რაღაცა მორალს გეუბნება რა, სოფლის შენობას რა უნდა და რაღაცას გასწავლის უბრალოდ დაკავშირებით რა უნდა. ანუ ის ხო იგავარაკებს წერდა და იგავარაკებში კიდე მთავარი მოქმედი პერსონაჟები ცხოველები არის. ხო და მაგას ვამბობ, მე ზუსტად მე მახსენდება და თან მახსოვს რომ სულხან-საბა ლექსიკონი დაკავშირებული იყო სულხან-საბა ორბელიანთან და ვიცი იყოს დავაფიქსირე. გაწუნებული ხარ. ეს იცის. მოიცა. იცის. ეს მე თუ კონტექსტში ვარ წინ. მე მაშინ ესე ჩამოგარდა. იყოს რა. ეს არის სულხან-საბა ორბელიანი, ნამდვილად სიტყვის კონა, პირველი ქართული ლექსიკონი. ამა ძალიან დამაბნია. წელმა, ხო? მაგრამ მე ეგ ვიფიქრე და მე ეგრევე წავედი. არა, ხო, ნუ ისე უბრალოდ ლექსიკონი პირველი სულხან-საბამ შექმნა. სულხან-საბას იგავია სოფლის მაშენებლებიც, ნამდვილად. შემდეგი მინიშნება იყო რომის პაპის წერილი, აი რო წავიდა პარიზში მეფესთან შესახვედრად. ლუი მე-14-დან, ხო. და იქ რაღაცა ისეთი ხო, შინაარსია და ბოლო მინიშნება არის ჩემი საყვარელი, უნდა გაჩვენოთ. აჰა, სულ. ეს არის ბოლო მინიშნება. კუდა მორიელი. ესეთი საყვარელი კუდა მორიელი. სულხან-საბა ორბელიანი ანგარიში ხდება 3:0 და ჩვენ კი მოვისმინოთ სულხან-საბა ორბელიანის შესახებ. სახელი საბა ერისკაცობაში სულხან ორბელიანი. თანამდებობა ვახტანგ მე-6-ის აღმზრდელი, რჩეველი და საქართველოს ელჩი ევროპაში. შემოქმედება წერს იგავარაკების კრებულს სიბრძნეს სიცრუისა და ადგენს პირველ ქართულ ლექსიკონს სიტყვის კონა. როლი ისტორიაში 1713-16 წლებში ირანის წინააღმდეგ მხარდაჭერის საძიებლად მოგზაურობს საფრანგეთსა და იტალიაში. მოივლის პარიზს, ჟენევას, სიცილიასა და რომს. საინტერესო ფაქტი. 3 ნოემბერი ქართული დიპლომატიის დღეა, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება. ხო და ეხლა რა ხდება? მოკლედ, რადგან 3 ადამიანი უკვე გამოვიკულიეთ, ეხლა გადავდივართ მოვლენებზე, ანუ ამ რაუნდს ქვია საქმე. საქმეში ჩაკრული არის მინიშნებები საქართველოს ისტორიაში მომხდარი მოვლენის შესახებ.
ეს მოვლენა ასევე შეიძლება ძველი, ახალი რაღაცა, მაგრამ რაღაცა ისტორიული კონკრეტული მოვლენა არის რა. დავიწყოთ. აი, აბა მინიშნება. აი ეგეთი უცნაური მინიშნა. დონეცკის შახტარი, ჰალ სიტი. გეტყვით, მაგასაც არაფერია დასამალი. ირაკლი ყურსასმენები. დონეცკის შახტარი და ჰალ სიტი. ჰალ სიტი და დონეცკის შახტარი. აქ ეხა პიროვნებაზე რო ყოფილიყო, მახსენდება მწვრთნელი, ოღონდ ჰალის მახსოვს შახტარის. ჰალის მწვრთნელი გესწომება ეხა კი. და ბოლო პერიოდში იყო არველაძე. კი ბატონო. რომელი არ ვიცი. შოთა. შოთა იყო ხო. ხო და შახტარი, მაგრამ ეს მოვლენა და ქართულს უკავშირდება? საქართველოს ისტორიაში მომხდარი მოვლენა. მოდი გავიხსენოთ მაშინ შეიძლება ყველანაირად იფიქრე. ხო, ანუ ხო, პიროვნებაზე არ არის უკვე გავიაზრე, მოვლენაზე არის საუბარი, მოვლენაზე თუ არის საუბარი, ხო უბრალოდ ვფიქრობ, რაში შეიძლება იყოს ეს ორი ფეხბურთის გუნდი. ხო, ეს ინგლისია. შახტარს რაც შეეხება, აი ეს არ მახსოვს რომელი, მაგრამ ვიცი რომ ის რა ქვია, ცოტა უფრო ზედა ქვეყნის ლიგის რომელი არის შახტარი, რომელი არ მახსოვს რომელი. აი ხო ვფიქრობ ლოგოებს ვაკვირდები. აქ ხუიარი გამოსახული, აქ ჩაკუჩებს ხედავ და თარიღებს ვაკვირდები 1904 და 1926. შეიძლება ესენი ყველაფერი კავშირში იყოს თუ არა? თარიღები ძალიან ცუდად მოქმედებს შენზე და ამიტომ ეხლა მე ვცდილობ რაღაცა რაღაცა უნდა დაიჭირს რა. ჯერჯერობით ვერ უხდები. ყველა არ არის ბუნებრივი. შეიძლება ისენის რაღაც ისე დროს გადაეყვეტნენ ერთმანეთს, რომელ სტილშიც რაღაცა ქართული მოვლენა მოხდა, იმიტომ რომ ამას საქართველოსთან საერთოდ ვერ ვაკავშირებ. აი, ბოლოს კეთილ კარგად დააკვირდი და თარიღებს არ მიაქცია ყურადღება. რა, კარგად რასაც ვაკვირდები, ხედავ აქეთ. ორივე ფეხბურთის გუნდი აქეთ, ვებხვია, აქეთ. არ ვიცი რა არის. ორივე ფეხბურთი. აი, არ ვიცი. არაფერი. არ ვიცი, ჯერჯერობით არ ვიცი ხო. ჯერჯერობით არის. მოვიდა ირაკლისთან ეს მინიშნება. შენს გეტყვი რა ხან ლაშას ვთხარ, თარიღებს ნუ მიაქცევ ყურადღებას უბრალოდ კლუბის დაარსების თარიღებია. ვიცი რომ კლუბის დაარსების თარიღებია, იმიტომ რომ მე შახტარის ძალიან დიდი ფანი არ ბავშვობიდან. დონეცკში ჩადიოდი ხოლმე. მაგრამ აქ მინიშნებები ჩემი აზრით მაინც არის. ერთი არის ჩაკუჩია, აქ ნამგალი უნდა აკლდეს. არა, ერთი ურვა, მეორე ჩაკუჩია, აქ რო ის ყოფილიყო ესეთი ნამგალი. შახტარი ხო დინამო შახტარი უნდა იყოს წესით, ეგ არ ვიცი და დინამოსთან კიდე დონეცკის შახტარია და დონეცკის შახტარია და ჰალ სიტი. მე აქაც გავრისკავ და დავაფიქსირებ ჩემს ვერსიას, რომ თასების თასის გამარჯვება არის მოვლენა დინამო თბილისმა მოიგო რამდენადაც მე როგორ დაუკავშირდა შენი აზრით? ანუ ეს ხო წესით საფეხბურთო გუნდების დაპირისპირება არის. ან რაღაცა თუ გამლილ გზაზე არ არის გამორიცხული. ან ის არ არის გამორიცხული, რომ ეს შახტარი და ჰალ სიტი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ მაგ ჩემპიონატზე. მე და ფეხბურთი ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან. ერთადერთი რაც ახლა ამ ეტაპზე გამახსენდა არის ეგ და რადგან აქ არის 3-0-ია, რო რამე მაქსიმუმ 6-0 გახდება, ან შეიძლება 4-3 გახდეს. ამიტომ ჩემი პასუხი არის თასების თასი და დავხატე კიდეც აი ასე ჯერ ლაშას არ ვაჩვენებ, იმიტომ რომ იქნება არ არის სწორი პასუხი. აი, საბოლოო ნამდვილად რისკი. კი, მირჩენია გავრისკო. მე აუეჭველი რისკი. ისევ აღარ ჩაგეჭიდო მოკლედ ამომდე. არ ჩავჭიდო. აი. დააფიქსირა. რაღაცნაირი სტრატეგია აქვს აგებული, ირაკლის დააფიქსირა თავისი ვერსია. და არ არის სწორი. არ არის ეს სწორი სამწუხაროდ, მინდა გითხრა, არაჩვენო ჯერ რა დახატე. რა ვერსია და მე ვაფშე ვერ ხვდები საერთოდ. არაჩვენი. რომორება. კაი, არაჩვენი. იქნებ მაკეტკენ წავიდეს თვითონაც, ხო? არა, შემიხედია გულწრფელად. კაი, ნუ შემდეგი მინიშნება უნდა გაჩვენო მაშინ. ეს შეიძლება ვიკითხო რომელი ქვეყნის გუნდია? იცი რა, არ მithქვამს ირაკლისთვის, ამიტომ არ ჩენადები. არის. ისა, წარწერას თუ დააკვირდები, პოლონური რა თქმა უნდა. არის პოლონური. ეხლა მაქვს აი ესეთი კასკადი მინიშნებათა, მართლაც რომ არ მახსენდება ეს რომ ისა, დონეცკის არის უკრაინული. დონეცკის შახტარი. ეს არის მეორე მინიშნება, მეგობრებო. რა როგორ დავიჭირო არ ვიცი, აი რაღაც ეს.
ამის აი შეიძლება მე რო ეხლა მოგცე. ეს სამი არის ერთი მინიშნება რა. ასე კი, რაღაც ხელშეკრულებაა შარად, ხო? რაღაცა ხელშეკრულება აქ წერია რომ გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი რაღაცა ხელშეკრულებაზე არის საუბარი, რაღაცა კონტრაქტია თვითონ. ანუ რაღაცა კონტრაქტზეა საუბარი, უბრალოდ ვერ ხვდები ინგლისი ეს თუ უკრაინული გუნდია და ალბათ უკრაინული იქნება. ნუ გეტყვი ბევრნაირად შეიძლება ეს უკავშირდებოდეს რა. მოდი აი ვერ ხვდები რა წარმოდგენს და ინგლისი. მოდი არ გავისკავთ, ამ მაინც წინ ვარ და შემდეგ. ხო, ნუ გირჩევნია გარანტირებული 2 ქულა ვიდრე არისკო 3. კაი, მაშინ შემდეგი მინიშნება. კაი. აი ეს არის შემდეგი მინიშნება. რუსული იცი? საბჭოთა კავშირის პერიოდში ლიტერატურისა და ხელოვნების დღეები 1993 წელი. და ნუ თავზე რაც აწერია ეგ არის კიდე თავზე. კაი, ახლა ნახე თარიღებზე 200 წლიანზე რა ხდება. იმას ვერ ვაკავე, ხა მე მგონია რომ ამის გარშემო ვიფიქრო რა, ჩემი აზრით. შეიძლება ჯობდეს რომ საერთოდ დაიკიდო ის თუ ესე ვფიქრობ რა. კაი, ახლა, მაგრამ 1993 საბჭოთა კავშირიდან ჩვენ ხო გამოვედით 1992-ში? ოფიციალურად 11-ში. თუ 11-ში, ხო? 11-ში, ხო? 11-ში გამოვედით. 12-ში ომი დაიწყო. 12-ში უკვე ომი დაიწყო, ხო? 200 წლიანი მოიცა ახლა გავიხსენო გეორგიევსკის ტრაქტატი იყო 1790 რაღაცაში და 1800-ში შემოვიდა მერე რომ დაგხმარებოდნენ ვითომ და ეგ არის 200 წლიანი კავშირი არის. ეგენი მახსენდება რა. სხვა რა მახსენდება. 18 საუკუნის მიწურულს იყო. რამე თუ არ მატყუებს ჩემი გონება მეუბნება რომ 18 საუკუნის ბოლოს იყო გეორგიევსკის ტრაქტატი. და მე 1800 რაღაცა 10 თუ 15 წლის მერე თუ რაღაც 10 წლის მერე შემოვიდნენ. თავს დაგვესხნენ, რუსეთი არ დაგვეხმარა, მაგრამ აი ეს რა შუაში, ამათ რამე ზავი დადეს. ამ გუნდებმა რომ არ გადაყვე, არ ჩვენ თუ შევხვდებით, გოლი არ გაუტანოთ ერთმანეთს. თუ პირიქით ესენი შეიძლება პრები ყავთ ისეთი რა, ულტრასები. არ ვიცი, კაი, დააფიქსირებ? მე ისაც ვერ ხვდები რა დავაფიქსირო. მოვინა. გეორგიევსკის ტრაქტატი დავაფიქსირო, ალბათ, მაგრამ რაღაცა ვერ ვაკავშირებ რა. აი ამას ვერ ხვდები ალბათ და მაგიტომ ანებე მაშინ თავი იმას მართლა თუ გონებას გირევს. გეორგიევსკის ტრაქტატი მაგას დავაფიქსირებ მაშინ. დარწმუნებული ხარ? არა, არ ამის გამო, მაგრამ ამას ვაფიქსირებ რა. გეორგიევსკის ტრაქტატი. კი. ნება ვწდებია. თუ ვწდები, იქით შანს გიტოვებ. ეს გუნდები არაფერ კავშირში არ არის ერთმანეთთან, გარდა იმისა, რომ ერთნაირი ფორმები აცვიათ და მათი ფორმები არის შავი და ნარინჯისფერი ზოლები. რომელიც არის ცნობილი როგორც გეორგიევსკის ბაფთა, ეგრეთ წოდებული გეორგიევსკის ლენტი. არ ვიცოდინა. და გეორგიევსკის ტრაქტატის დადება სწორი პასუხია ნამდვილად. ნამდვილად არ ვიცოდი. და ეს არის 2 ქულა კიდევ 4-0 ხდება ანგარიში. ხო, ეს არის ზუსტად 200 წელი გეორგიევსკის ტრაქტატიდან, რომელიც აღინიშნა 1993-ში და ცნობილი პაქტები და ზავები და ასე შემდეგ დოკუმენტები მოვიტანეთ, ვერსალის ზავი, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი და ეს რა არის? მიუნხენის შეთანხმება. ხო, მოკლედ ეგეთ შეთანხმებები, რაც სახელმწიფოებს შორის დაიდო. და გამოიცანდნენ. 5 თალია, ოღონდ 4 თალეთ არ. 4-ით. 5. არა, ეს მესამე მინიშნება იყო. წინა სამქულიანია, მაგრამ მაინც რო ისტიბარი არ გავიტეხო. მაგრამ მოდი ისე ხარ და 3+2 კი 5-ია, მაგრამ იყოს 4-0 რომ მეტი დავძაბოთ. 4-0-ია ანგარიში. კეთილი და პატიოსანი. აი, მოკლედ ბოლო მინიშნება იქნებოდა გალაქტიონ ტაბიძის ლექსი.
ესე ჟღერს ცეცხლის ალით ყურებული, სუნთლად განადგურებული, აწ-რუსეთის ვასალია, ქართლი როსმე დიდებული. ჯოჯოხეთად მიწა იქცა, სად გაიქცა, იქ წაიქცა, საქართველო ერთ საცოდავ პროვინციად გადაიქცა. ვეღარ იცნა ტომი ტომმა, აღარ იყო ძმობის მდომა და შესწყვიტა არსებობა საქართველოს სამეფომა. ეს და გასაგები იყო უკვე მერე რაც იყო საუბარი. არ დაგვჭირდა ამ ნიშნებამდე მისვლა და მოდი გეორგიევსკის ტრაქტატის ისტორიული მოკვლევა ვნახოთ. მოვლენა გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება. თარიღი 1783 წლის 24 ივლისი. მხარეები: ქართლ-კახეთის სამეფო, რუსეთის იმპერია. მნიშვნელობა: გეორგიევსკის ციხესიმაგრეში დადებული ფსევდო-სამეგობრო ხელშეკრულება მიზნად ისახავს რუსეთის პროტექტორატს, თუმცა სუვერენიტეტის და ეროვნული უფლებების შენარჩუნებას ქართლ-კახეთის სამეფოში. კონტექსტი: საქართველოს სახელმწიფოებრიობას ირანი და ოსმალეთის საფრთხეს უქმნის. ერეკლე მეორეს ერთადერთ გამოსცალად რუსეთთან კავშირი მიაჩნია. შედეგები: 13 ძირითადი და 4 დაფარული მუხლისაგან შემდგარი პირობა მალევე ირღვევა და 1801 წელს საქართველო რუსეთის გუბერნია ხდება. გავაგრძელოთ თამაში, იმიტომ რომ კიდე ორი მოვლენა გვაქვს გამოსაცნობი და ჯერ პირველი მოვლენით დავიწყოთ. აი. ვა. რა მომივიდა? ნაკალეიკა. ეგეთია პირველი მინიშნება. ლაშა ყურსასმენები გაიკეთე. მე კი ჩემს ვერსიას ვიტყვი, ეს არის 1121 წელი, ეს არის ჯავშან მანქანა დიდგორი. ვაფიქსირებ ვერსიას. არტყუზებული. 100%. რა არის თავიდან აგვიხსენი? ეს მე როგორც ვიცი, არის ჯავშან მანქანა დიდგორი. ამიტომ მოვლენა არის დიდგორი ბრძოლა. მოიხსენი ყურსასმენები. მოიხსნა? აფიქსირე უკვე. ესე დახედა და მოგვიყვა ზუსტად ყველაფერი. სცენარისტების ლოგიკიდან დაწყებული, რა მოხდა? სწორი პასუხით დამთავრებული მოდი ყველაფერი. მე ერთ რაღაცას ვიტყვი. რატო ვიცოდი? აი ამ ჯავშან მანქანაზე დაყენებული აი ეს ცეცხლსასროლ იარაღის მოწყობილობა არის ერთ-ერთი დაპროექტებელი ბაბუაჩემ. ვაუ. ბრავო. ეს არ ვიცოდი, თორე არ მოგიტა. ეს და დაემთხვა, არ ჩაგვიწყვია. არა, ვიცი რომ ხელი არა, ისედაც ერთი ის გვაქვს, რა ქვია, მოკლედ, ეს ჯავშან. არის ქართული წარმოების ჯავშან ტრანსპორტიო, რომელსაც ქვია დიდგორი. ასაგები. შესაბამისად, დიდგორი არის დიდგორი ბრძოლა მოვლენა და მთელი წვალება მინიშნებებზე დარჩენი რაც იყო წყალში ჩაგვეყარა. კრეატიული მინიშნებაო და ეგრევე გაფილტრა. ეგრევე. ეს იყო შემდეგი მინიშნება. დიდგორის ბრძოლის სქემა, რომელზეც რაღაც სახელები წაშლილია, მაგრამ მიხვდებოდით მაინც იქ ალაგ-ალაგ რაღაცების ამოკითხვით. შემდეგი მინიშნება უკვე კიდევ უფრო ამარტივებდა იყო ასეთი. ეს მონუმენტი ცნობილი. და ბოლოს დავით აღმაშენებლის ცნობილი სიტყვა ეჰა მეომარნო ქრისტესანო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს რაუნდი ისე სწრაფად წავიდა, ანგარიში გახდა 5-4 და შესაბამისად დაიძაბა მდგომარეობა და მოდი დიდგორის ბრძოლაზე მოვისმინოთ ინფორმაცია და მე ბოლო მოვლენაზე ვითამაშოთ. მოვლენა დიდგორის ბრძოლა. თარიღი 1121 წლის 12 აგვისტო. მხარეები: საქართველოს ლაშქარი დავით აღმაშენებლის მეთაურობით, თურქ-სელჩუკები ილღაზის ხელმძღვანელობით. სტრატეგია: დიდგორის ველზე მთის ძირში განლაგებულ მტერს დასავლეთიდან მეფე დავითი უტევს, როცა სხვა მხრიდან დემეტრე უფლისწულის საკუთარი რაზმით ალყაში აქცევს მათ. შედეგები: თურქ-სელჩუკთა ლაშქრის უდიდესი ნაწილი ნადგურდება. საქართველო ძლიერდება ქვეყნის შიგნითა და საერთაშორისო ასპარეზზე. მოგვიანებით დავით აღმაშენებელი თბილისსა და დმანის იერთებს. ვაგრძელებთ საძიებო, საგამოძიებო პროცესს, როგორ ამბობენ ხოლმე გამომძიებლები რაღაცა. და მოკლედ კიდევ ერთი მოვლენა უნდა გამოვიცნოთ საქართველოს ისტორიიდან. ამჯერად ლაშასკენ იქნება გამოცნობის უპირატესობა. პირველი მინიშნება. ეს არის ლიტერატურული ქართულით რო ვთქვა, სკრინი. სკრინი? ხო, რაღაცის? გარკვეული რაღაცის. ჩააკარტოჭკეთ, ხო? ერთგვარი გარკვეული რაღაცის.
აჰა. რა არის შემახსენე? კოორდინატები რაღაცა, ეს რო დაგუგლა შემიძლია, ხო? არა. ქვეყანა არის ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ჩინეთი. ხო. უმაღლესი წერტილი გამარჯვების პიკის სიმაღლე რაღაცა 7000, ну დაახლოებით 7.5 კილომეტრია, სიგრძე არის 2450 კილომეტრი. Yes. კილომეტრი. ის რაღაცა სპორტთან უნდა იყოს, ჩემი აზრით ასოცირებული აუცილებლად. ეს კოორდინატები რა იქნება მაშინ? აქ კოორდინატები რა იქნება და არ ვიცი, რაღაცის ჩატარების ადგილი ალბათ. არ ვიცი. უმაღლესი მაგრამ წერტილი, სიმაღლე სიგრძე 2450 კილომეტრი. ვერ ხვდები ეს. 2450 კილომეტრი. წარმოდგენა არ მაქვს. არ ვიცი. მოდი დავგახოთ და მე ვიფიქრებ რაღაცებზე. აბა. ესე იგი, გამოსაცნობი არის მოვლენა. მოვლენა. მოვლენა ფართო გაგებით. კითხვა მაქვს პატივცემულ ბატონ წამყვანთან. შესაძლებელია თუ არა რომ ეს მოვლენა იყოს დაკავშირებული ადამიანის მიერ გაკეთებულ რაღაც ქმედებასთან. იმიტომ რომ ახლა მე თეორიულად წავედი იმ ამბავზე, რომ თეორიულად შესაძლებელია. გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს სახელი გვარი როგორ შეიძლება რომ დამავიწყდეს. მე იმედია შემახსენებთ. ველოსიპედით რომ შემოიარა ჯუმბერლეჟავა, ხო, ის ქვეყნები ხომ არ არის, ეს ის უმაღლესი წერტილი ხო არა, სადაც იყო, ეს ის უმაღლესი წერტილი კი არა და უგრძესი მანძილი ხომ არ არის, რაც გაიარათ ხომ არა. დღის განმავლობაში 2450 კილომეტრის გავლა არარეალური მგონია, მაგრამ ჯუმბერლეჟავა შემთხვევაში რეალური მგონია. არა, ან რაღაცა ეგეთი იმასკენი ხო რა, ანუ რაღაცა მაგმოვლენისკენ შეიძლება წავსულიყავი, მაგრამ და როგორ ჩამოყალიბდებოდა მოვლენა ჯუმბერლეჟავას მიერ არამედ ну, რა თქმა უნდა, ახლა თავს შევიკავებ. კიდევ რა შეიძლება იყოს? ну, გამარჯვების პიკი გასაგები, ეს არის აზიის უმაღლესი წერტილი, ალბათ. აქ რა შეიძლება იყოს? ანუ მომენტი, როდესაც რომელიღაცა ქართველმა დაჯავშნა. დაჯავშნა. შეუკვეთა. ხო, ანუ ევერესტის დაპყრობის ამბავი ქართველი ადამიანის მიერ. ქართველი ადამიანი. რა გახსოვს ევერესტის სიმაღლე? 8300 რაღაც მეტრი. 8000 ზემოთ. ხო, 8000 ზემოთ არის. ну, ამ შემთხვევაში გამარჯვების პიკზეა საუბარი და არა ევერესტი. აი, თუ რამე არა, ამ ეტაპზე ჯერჯერობით თავ შევიღო. დავტოვოთ და სწორია? აი, ესლა შემდეგი მინიშნება არის, ვინცა სწორად დავიჭირო. არა, ესე არის სწორად. რო გვატყუებენ და რეალურად რო არა ამწვანე ეგა. აჰა, როგორც ასმენებ. აი, ეს არის გრენლანდია. მანდ რა ხდება? რაღაც არც ვადასტურებ, არც უარყოფ. როგორც ვიცი, ყველა დიდი კუნძული უნდა იყოს გრენლანდია. სავარაუდოდ ეგ არის. არა, ვუყურებ და ეგ არის. მე თუ არ მეშლება, ჩემი თვალების არ მატყუებენ. ჩემი სკოლის დროინდელი გეოგრაფიის მასწავლის თუ იმშელებთ, რომელიც არც თუ ისე ურიგო ყოფილა. ესე გამოდის. ეხლა წერტილზე და სიმაღლეზე სიგრძე 2450 კილომეტრი, ეს ძალიან მაბნევს. ესეთი რამე სპორტი არსებობს, რომელიც დიდი მანძილია, ხო? ამ მანძილზე რაღაცა მაინც სპორტს უკავშირებ. აი, არ ვიცი, რაღაცა მგონია, რომ სპორტთან უნდა ეს ქვეყნები რა შუაშია ამათთან. რაღაცა ისეთი თუ არასწორად მივდივარ, მაშინ რაღაცა მონაცემები და გრენლანდია. რაღაცა მონაცემები და გრენლანდია და საქართველო რა შუაშია. გრენლანდიასთან რაღაცა სპორტული მოვლენა მოხდა. საიდანაც დავეშვით, ან ავიდა ზემოთ, მაგრამ მაგხელა სიმაღლე 7000 რაღაცაზე. რაღაცას ავიდა მოხსენით რეკორდი. გამარჯვების პიკი. აჰო, აი არ ვიცი. ვერ ვაკავშირებ. ჯერჯერობით მაინც ჩემთვის არ არის ეგ ისეთი. მაშინ
გადავალ ირაკლეზე შეიხსნება თვით. აბა. ნუ ამასაც მოგცემ პრინციპში. მოკლედ რაღაცნაირად არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც მახსოვს რომ გრენლანდია არის ნახსენები ფილმში ცისფერი მთები ანუ ტიან-შანი. აქ კიდე ნუ აზიის ქვეყნების ჩამონათვალია. ტიან-შანის უმაღლესი წერტილი ხო არ არის ეს გამარჯვების პიკი, მაგრამ რა კავშირში შეიძლება იყოს? ეგ ანუ რა მოვლენა, ანუ ამ ფილმის გამოსვლა თეორიულად შეიძლება. ხო, ანუ რაღაც თეორიულად შეიძლება იყოს ეგეთი პასუხი, რომ აი რაღაც ცისფერი მთები ანუ ტიან-შანის ამბავი ხომ არ არის თქვა. იმიტომ რომ რატომღაც მახსოვს რომ სახელი გრენლანდია იქ ფიგურირებს, შეიძლება ვცდები. არ მაქვს ნანახი. ხო, არ გაქვს ნანახი. ხო, ნუ კიდევ ერთი ვარიანტი რომელიღაცა ქართველი მოგზაურის მიერ რაღაცის აღმოჩენა რაღაც გავსი შეიძლება იყოს. მაგრამ მე გიბეჭო უფრო რაღაცა მაინც აი ამ ვერსიისკენ მივდივარ, მაგრამ ეხლა რომ რაღაცა ისეთი მინიშნება იყოს რაღაცა პირობითად ცისფერი თან რაღაც რომ ამოვიდეს ეგრევე გამოისნობს ალბათ ლაშა. არ ვიცი რა ლაშას რა ვერსიები ქონდა. ხო და რავი, ნუ მაინც ალბათ თავი ჯობია რომ შევიკავო, მაგრამ რო რამე აი ამისკენ მიდის ახლა ჩემი გონება. არ ვიცი, შენ გადაწყვიტე. არა, ამ ეტაპზე მაინც მერჩევნები თავი შევიკავო. კეთილი. რაღაცა მსჯელობა განავითარა ირაკლიმ, მაგრამ ბოლოს მაინც თავი შეიკავა და შემდეგი მინიშნება არის ვიდეო მინიშნება. ნახოთ ვიდეო რგოლი. მოტობურთი. სპორტი ფუცნაური სახეობა. აი, ურსასმენები? მეორე მინიშნება გავიტანე. აი, ეს მინიშნება ხო არ არის? ისმენ. არც ერთი მინიშნება არაფერს არ მოუწია. არც ერთი მინიშნება არაფერს არ მეუბნება. ნუ რაღაცას ისე ვიქავარ, ნუ ვიდეო მტკიცებულებას რასაც უყურებ რაღაცა სპორტი არის. მაგრამ ის სპორტი თუ არსებობდა, ამასაც პირველად უყურებ. ის ხო არის ფეხბურთთან ასოცირებული ხო არის, მაგრამ გრენლანდია შუაშია. არ ვიცი. არაფერი ნავრად. ურსასმენები? ვარიანტიც არ მაქვს. არ ქონდა ვერსია ლაშას. ვა. აბა შენ თუ რამე დაგიმატა. ესე იგი მეორე მინიშნება რომ გავიდე, ეგეც მინიშნება. ეგ სწორად გავიგე. არ ვიცი. ამან, ანუ ძალიან არ მინდა რომ რაღაც ძალიან ვიწროდ ვიფიქრო, მაგრამ სადღაც ახლა დავფიქრდი, ფილმი ხო არის შტანგაგოლი, რამე არასწორად ხო არ მახსოვს, ეგ ხო არ არის თქვა ეხლა. გოლი ქვია ქართულ თარგმანში რაღაც გოლი ქვია? შტანგაგოლი თქვა. ხო, ვა. ესე იგი ქართულ თარგმანში არის. თორე ეს შტანგა არა ახალი ხა. ხო. თუ ძელი, არა ძელი. ის რაღაც იუმორისტული თარგმანია და დააქვეს. ეს არ არის მაგ ფილმში. ხო, არა, ეს რაღაც მოტობურთის. ხო. ისაა და რაღაც რატომღაც მივდივარ ქართულ კინემატოგრაფიის იმასთან რა, იქ ცისფერი მთები ანუ ტიან-შანის ამბავი, მაინც, მაგრამ არ მინდა რომ ჩავიკეტო მაგ მიმართულებაში რა. ამის მერე ერთი მინიშნება გვჭება მარტო და ნუ ლაშას. ო არა, მაგას ხვდები კი. რა შეიძლება იყოს ამისთან? მოვლენა საქართველოს ისტორიაში. უმაღლესი წერტილი გრენლანდია. წვანე და მოტობურთი. აი, ხო არ დაფიქსირე. ვერა. არა, ფიქსირებ არა. არ დააფიქსირა ირაკლიმაც არაფერი და იზღა დაგვრჩენია, ჩავრთოთ მეოთხე მინიშნება, ოღონდ არ წამოიძახოთ არაფერი. მეოთხე მინიშნება არის აუდიო.
უცასმენები. რამე დაგიმატა? აზრი არ აქვს, ვერსიაც არ მაქვს. უცბელად. ბოლო მინიშნება არ შეგიძლია უბრალოდ თქვა რაღაცა, აი რა უნდა თქვა ეს ვიცი რა. ვერ უხდები რა. არაფერი, მაშინ ვერც კი ვაკავშირებ, ანუ აშკარად სავარაუდოდ ისეთი რაღაც არის, რაც შეიძლება პირველად გავიგო სავარაუდოდ. არ მგონია რომ რაღაც გამორიცხული მგონია. აი მე მგონია რომ რაღაც როგ ეს ის არის, არ მგონია ეგ მომენტი მქონდეს. ვერ საერთოდ ვერ ვაკავშირებ რა ერთმანეთს. აი მე არაფერს არ დაგაძალე. ანუ აი მართლა ვერსიაც არა შეიძლება რომ ყოველად ვფიქრობ. აი. ცისფერი მთები ანუ ტიანშა. აუ, პირველი იმაზე მქონდა ბიჭო და არ გავრისკე რა. არ მექნებაო ეგ მომენტია ხო თქვი და. ვაიმე თურმე მე საერთოდ საერთოდ ცისფერი მთები, ეს არის რეალური ცისფერი მთების მონაცემები, ტიან-შანის ფრათა სისტემის მონაცემები. გაიტანეთ გრენლანდია. ხო, აი ეგ. ვასო მოითხოვს მთელი ფილმის განმავლობაში და სანდრომ გაიტანა გრენლანდია. საინტერესო რაღაცა ვთქვა. მე არ მაქვს ნახე ცისფერი მთები. ვაუ, ძალიან დიდი სიამოვნება გაქვს წინ მაშინ. და 1-15 ჯერ გადავწყვიტე რომ უნდა უყურო მეთქი და ანუ აი რაღაცა საყვარელი ქართული ფილმია ძალიან. ხო და აი ძალიან ვიცი რომ ძალიან მაგარი, მაგრამ არ მაქვს პირველი ვიცი, ეხლა გამახსენე მოტო. გამიგია. მაგიტო არ გავრისკე. აი რომ მეყურებთ, ხო პატარა ფილმია, ხო რეალურად თუ არა? ჩეულებრივი ქრონომეტრაჟი არა. ბიჭო პირველივეზე ვიცოდი, მეორეზეც ვიცოდი, მესამეზეც ვიცოდი და მე მაგის იქით არაფერი არ მეტყვი. და ბოლო გია ყანჩელის შესანიშნავი მუსიკა, რომელიც არის საუნდტრეკი ამ ფილმის. მაგრამ ნახეთ რა ხდება, 5-5 გახდა ანგარიში და მე მგონი პირველად ჩვენ შოუში ბოლო რაუნდი გადაწყვეტს გამარჯვებულის ვინაობას. ჯერ ვნახოთ ცისფერი მთები როგორ იქნებოდა. აუცილებლად უყურებ მაგ ფილმს სახში. აუ აი ეხა ამაზე მეტი მიზეზი რა გინდა. არაფერი არ უნდა იყოს. მინიშნებაა ცხოვრებისგან რომ უნდა აი ნახდათ. და ნახოთ და მე გადავიდეთ ვერდიქტზე. სახელი ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი. გამოსვლის თარიღი 1983 წელი. რეჟისორი ელდარ შენგელაია. ფილმის შესახებ ცისფერი მთები რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მქონე ნაწარმოებზეა დაფუძნებული. ქართულ კინოკლასიკად მიჩნეული სატირულ-კომედიური ჟანრის კინოსურათი ალეგორიულად საბჭოთა ეპოქის ბიუროკრატიას ასახავს. არაერთი ჯილდოს მფლობელი ფილმისათვის მუსიკას გია ყანჩელიძეს, ხოლო მთავარ როლს რამაზ გიორგობიანი ასრულებს. გადავდივართ ვერდიქტზე. შეგახსენებთ, მეგობრებო, 6 ფაქტი უნდა გითხრათ ისევ საქართველოს ისტორიიდან. და ჩვენ უნდა გამოვიცოთ. დაგენანება ლაშ ცოტა ხანში. ძალიან კაი ნახაც ქმნის ამასობაში. და თქვენ უნდა დაწეროთ თქვენს დაფებზე აი რა. რიცხვი, რომელიც ამ ფაქტში გამოვტოვე. ან უბრალოდ ფაქტში რაღაცა არ გითხარით რიცხვი და ვისი რიცხვიც უფრო ახლოს იქნება სწორთან, ის მიიღებს ქულას. დავიწყოთ. ეწავშნი ამას. სადმე მიგეწერა კუთხეში. ესე ერთი ხელის მოსმით. პირველი. ამდენი დინარი გადაუხადეს ხარკის სახით ქართველებმა ირანის ილხან ანუშირვანს. რამდენი დინარი? დინარი ფულის ერთეული, რომელიც გადაუხადეს ქართველებმა ხარკის სახით ილხან ანუშირვანს. რაღაც რიცხვი უნდა დაწეროთ და ამას სწრაფად თამაშობთ უკვე. აი, დავწერ 3. აი ამას. 2. 1. მაჩვენეთ. 300 დინარი. მე დავწერ 8900. 300, 8900 და ლაშა გადის წინ, იმიტომ რომ უფრო ახლოს არის, იმიტომ რომ პასუხი არის 400000. აუ, რა სიძახე. მაგრამ 8900 უფრო ახლოს არის 400000. მეორე შეკითხვა. ამდენი მხედრიონელი დააპატიმრეს ჯაბა იოსელიანთან ერთად 29 აგვისტოს ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტის შემდეგ. 3. მხედრიონელი? 2. აუ, ვიცი რაღაცა. 1. 1500. ხო არის ხო მე მგონი. 283.5. 200 ახლოს ხარ სხვათა შორის. 200 კაც დაიჭირეს მაშინ იმ ტერაქტის მერე. ისევ გათანაბრდა ანგარიში 6-6. შემდეგი. ეროვნული საბჭოს ამდენმა წევრმა მოაწერა ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, რომელიც ნოე ჟორდანიამ საზეიმო სხდომაზე 1918 წლის 26 მაისს 17 საათსა და 10 წუთზე წაიკითხა. მოკლედ აი ეს პირველი დამოუკიდებლობის აქტს
რამდენმა წევრმა მოაწერა ხელი? 3 2 1 40. 140. მოიცა. რომელი უფრო ახლოს არის? უფრო ახლოს არის 100. სწორი პასუხია 88. 7-6 ირაკლი გაიჭრა წინ. კაი. ეხა ნახე. პრინციპში იმხელა არავინ არ ხართ ეს რო გახსოვდეთ, მაგრამ ამდენი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა 1980 წლის თბილისის როკ ფესტივალი. 1980-ში თბილისში ჩატარდა ცნობილი როკ ფესტივალი, ბევრი ჯგუფი გამოვიდა იქ და ამდენი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 3 2 1 4-5 სულ რაღაც ერთი დღით აჯობა ლაშამ და ეს უფრო სწორი, იმიტომ რომ 9 დღე მიმდინარეობდა როკ ფესტივალი, აი ესეთ სერიოზული მოვლენა ის. 7-7 ორი კითხვა გვჩება. ვა! კაი. ფეხბურთი გიყვართ? არც ერთ დიდად. ისე რა. როგორ 2009-10 წლების სეზონში ამდენი გოლით გახდა ეროვნული ლიგის ბომბარდირი რუსთავის ბრაზილიელი ფეხბურთელი ანდერსონ აკინო. რამდენი გოლით? აბა, 3 2 1 21 20 ზუსტად იგივე გააკეთა. ეხა ირაკლი რაც წინაზე შენ ერთი გოლით გაჯობა და უფრო სწორია, იმიტომ რომ 26-ია სწორი პასუხი. ანდერსონ აკინომ შეაგდა 26 მაგრამ ის იქნება ფრემორჩა. ფრეთუ მორჩა გვექნება პენალტები. არა, 3 დამატებითი ვერდიქტი იქნება მერე როგორც პენალტები რა. ბოლო კითხვა. კოლხასა და ვიტერუხის ქვეყნებზე გალაშქრებისას სარდურ მეორემ სწორედ ამდენი წვრილფეხა პირუტყვი იგდო ხელთ. 3 2 1 10,000 20,000. ხო სწორია? 15 რო იყო შეიძლება. ზუსტად 15,000, აი დათვლილი. ვა, ესე იგი ბოლო წამამდე ვერ გადავწყვიტეთ ვინ იქნებოდა გამარჯვებული, მაგრამ ამჯერად გადავწყვიტეთ, იმიტომ რომ ეს არის 31,600 და იმარჯვებს ირაკლი ასეთ უდაძაბულეს ბრძოლაში გილოცავ. ლაშა, მადლობა. ძალიან მაგარი გამოვიდა, თავიდან მძიმედ კი დავიწყეთ, მაგრამ მე მაგრამ მოვიქო. ბოლო წამამდე რო ლათუნაში მივდივართ. მაგრამ მოვიქოქეთ. მე მადლობა ხალხო, ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა და ესე საინტერესოდ ითამაშეთ. ხო, სანამ დაგემშვიდობებით, ვიტყვი კიდევ ერთხელ რომ ჩვენი მაძიებლის შექმნასა და საბოლოო დასრულებაში დიდი როლი აქვს ჩვენს მეგობრებს და მადლობას ვუხდი ამიტომ ჩვენს პარტნიორს ბიბლუს, დიდ მადლობას ვუხდი PSP-ს, რომელიც ჩვენი მეგობარია დიდი ხანია, Click Productions, რომელიც იღებს მაძიებელს და Heima Productions, რომელიც მუსიკალურად აფორმებს ჩვენს შოუს. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. მაყურებელს ვთხოვ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხით აროსთავობა, დაგვიკომენტარეთ, მოიწონეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრები და კიდევ ერთხელ მადლობა ლაშას და ირაკლის კიდევ ერთხელ შევხვდებით უკვე ნახევარფინალში. შეგახსენებთ რომ საბოლოო ჯამში სეზონის გამარჯვებული მეტაქვესცამს მოიგებს, ხოლო დამარცხებული კი, ასე ვთქვათ, სანუგეშოთ რომ მოწყენილი არ წავიდეს შოუდან, მიიღებს ბონსაის რომელიც დავხატე? აი ამ სახატავ დაფას. PSP-სგან ეს ძალიან ნაკრები შენ ლაშა და მოკლედ კიდევ ერთხელ მადლობა. გემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.